პატიმრობაში მყოფი პოეტის ზვიად რატიანის მხარდასაჭერად თბილისში შეიკრიბნენ მისი მეგობრები, ოჯახის წევრები, ასევე რიგითი მოქალაქეები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ზვიად რატიანის პატიმრობა არის უსამართლო, პოლიტიკურად მოტივირებული და უკავშირდება მის მტკიცე პოზიციას, სამოქალაქო პოზიციას. ისინი ასევე იხსენებენ იმ ფაქტებს, როდესაც სამართალდამცველები მას ფიზიკურად არაერთხელ გაუსწორდნენ, მათ შორის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე 2024 წლის 29 ნოემბერს, როდესაც სპეცდანიშნულების რაზმის ათობით წევრმა მას ფიზიკური დაზიანება მიაყენა, მას მრავალმხრივი მოტეხილობა ჰქონდა, მათ შორის ცხვირის, ასევე ხერხემლის მალების დაზიანება, თუმცა როგორც მოქალაქეები ამბობენ, დღემდე ეს საქმეები არ არის გამოძიებული მიუხედავად იმისა, რომ თითქმის 10 თვე არის გასული მომხდარიდან. თუმცა ისინი საუბრობენ ასევე ზვიად რატიანის პატიმრობაზე, მიიჩნევენ, რომ ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება და ის, როგორც გითხარით და როგორც აქციის მონაწილეებიც ამბობენ, იჯება თავისი მტკიცე პოლიტიკური და სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელიც უკავშირდება და ეწინააღმდეგება ქართული ოცნების პოლიტიკას. Სიმპტომატური იყო, როდესაც ზვიადი პირველად პოლიციამ ასეთ დღეში ჩააგდო, მას მოუწია ემიგრაციაში წასვლა. ისიც სიმბოლურია ჩემთვის, რომ ზვიადისნაირი წერლები და საზოგადო მოღვაწეები არ ჩერდებიან და დიახ, სილას უთავაზებენ აუცილებლად რეჟიმს და ჩვენი ვალია მოქალაქეების, რომ გამოვიდეთ და დავიცვათ, იმიტომ რომ ასე ებრძოდა ჩვენში რუსული რეჟიმი ჩვენ საუკეთესო ნაწილს. როგორც დიდი პოეტია, ისე დიდი მოქალაქეა და მან ზუსტად იცოდა რას აკეთებდა. არსებობს ღირებულებები და პოზიცია, რაც ზვიადს მის ხელოვნებაში გააჩნდა, იგივე ის მოქალაქეობრივი პოზიციას. და მან ნაბიჯით გადადგა, მან იცოდა რას აკეთებდა ზუსტად. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი, ამ ხელა დიდი პოეტი, რომ დღეშია, ან თუნდაც ეს ჩვენი სინდისის პატიმრები, ეს ახალგაზრდები. და რუს პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ არის ქაოსი და ამ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუცია. პოეტი ზვიად რატიანი საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან 23 ივნისს დააკავეს. მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილ დანაშაულს ედავებიან, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პროკურატურის ვერსიით და ვიდეო მტკიცებულების ვერსიით, რაც აქვს წარმოდგენილი გამოძიებას, მან დიდუბე-ჩუღურეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროს თეიმურაზ მეშველაშვილს გაარტყა სილა და სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ვიდეო მტკიცებულება, რომელიც არის საქმეში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პოეტს 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საპროტესტო მოძრაობა, რომელიც ორგანიზებული არის მოქალაქო აქტივისტების მიერ, უკვე რამდენიმე დღეა იმართება. მათ შორის წინა დღეებში გაიმართა ჟურნალისტ მზია ამაღლობელის და პედაგოგ ნინო დათაშვილის მხარდასაჭერად, ორივე მათგანი არის პატიმრობაში.